გამიგებინა. ესე იგი პირველ რიგში მე თვითონ ეს პროექტი მომწონს და იდეა იმისა, რომ რაღაც კლასგარეში ლიტერატურა თანამედროვე საბავშვო თუ რა ვიცი რომელიც არის ამ ლიტერატურას სკოლა აწუდეს მოსწავლეებს. ასევე მომწონს ისიც რომ ხა მე არ ვიცი ამდენ მონიტორინგს უკეთებენ ამას მასწავლებლები, მაგრამ მე მასწავლებელმა მომცა უკვე რაღაცა უკუგება, რომ აი თქვენი შვილი დადეს კითხულობს და რაღაცა. ასევე მოვისმინე ბავშვისგან ეს მისი აზრი იმ ნაწარმოებებზე და რაც დამამახსოვრდა იყო, რომ ესე იგი წიგნში არც ისეთი შეფარული ტექსტით არის საუბარი იმის შესახებ, რომ ადამიანებს საერთოდ გააჩნიათ ინტიმური ცხოვრება და მე ამის წინააღმდეგი არა ვარ. მირჩევნია ჩემმა შვილმა ამის შესახებ გაიგოს წიგნებიდან აკადემიურად, თუნდაც იმ წიგნი, რომელიც სკოლიდან მოაქვს, ვიდრე გაიგოს სადღაც სარდაფში და ჩუმად და მაგეთის გამოდ გაცვლა რაღაცა ინფორმაცია მან და მის მეგობრებმა ერთმანეთში. ხო და თუ რაიმე კითხვა გაუჩნდება კიდე, იმიტომ არიან მოსწავლეები და იმიტომ რომ ყავთ მასწავლებლები სკოლაში, რომ ადგენდა ეს შეკითხვები დასვან. მაშინ ადგეს კიდევ სკოლა თავის მხრივ და ამ ბავშვებთან რა დისკუსია მოაწყოს ამ წაკითხვის სახელმძღვანელოებზე. რატომაც არა, თუნდაც ყველაზე უფრო გაჯერებულ ნაწარმოებზე ესეთი ინტიმური დეტალებით. გააკეთოს სკოლამ დისკუსია ამის შესახებ. თვითონ მოსწავლეებმა დააფიქსირონ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, მისაღებია მათთვის ეს თუ არ არის მისაღები და მოვიდნენ მშობლებიც ბატონო და ჩაერთონ და თქვან რომ მათ შვილებთან რყვნიან სკოლაში ან პირიქით. რაღაცა სასწავლიან. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მშობელს იმას მასწავლებელს კიდე შეიძლება მასწავლებელს კითხოს რომ აი მასწავლებელო აი აქ იმას რომ ხელი შეუცურა სადღაც და კითხოს მე მომხრე ვარ რომ ყველაფერზე იყოს დიალოგი და ესეთი გახსნილი დიალოგი. და მე აღარ იქნება, გაიგერეკრე ჩვენ საზოგადოებას რო აქვს, რომ მე ვიღაცებისთვის რაღაცები შეიძლება და ვიღაცა დაუქორწინებელ ურთიერთობაში თუ არის, ეს კატასტროფაა ერისთვის. ეხლა რა აი ამაზე ილაპარაკოთ დიახაც სკოლაში და მე სკოლიდან გამოვიდნენ ცოტა განათლებული და გონებ გახსნილი ადამიანები. მარტო ახლა ანბანს და მათემატიკას და ალგებრას და გეომეტრიას გასაგები რო ისწავლიან სკოლაში, მაგრამ ისწავლონ ასეთი რაღაცებიც და დაასვან ეს კითხვები ღიად მასწავლებლებთან. უბრალოდ პედაგოგებიც იყვნენ მომზადებული მაშინ ამისთვის, რა მოდი ასე ვთქვათ. იყვნენ ამისთვის მზად, რომ პასუხები გასცენ. ანუ როცა რაღაცა ლიტერატურა თუ ბიბლიოთეკას ივსება რაღაცა ახალი წიგნებით. უნდა იყოს საქმის კურსი თუ არა დირექტორი, რა წიგნებთან აქვს საქმე. უნდა კონდეს თუ არა როგორც მინიმუმ გადაფუძნებული უნდა იყვნენ. კი ბატონო, რაღაცა რეზიუმე აქვს წიგნს თუ რაღაცა აქვს, ანოტაცია აქვს და ანოტაციიდან მქონდეთ ინფორმაცია. ხა არ მგონია რომ ევროკავშირი თუ ვინც აძლევს, მე როგორც ვიცი ევროკავშირის პროექტია და არ მგონია რომ ეს ევროკავშირი ან ორგანიზატორები ამ პროექტისა არ აძლევდნენ რაღაცა მოკლე მიმოხილვას ან რეზიუმეს. თუ შეიძლება რა. სკოლებში ევროკავშირის დაფინანსებით შეიტანეს წიგნები. რომელშიც გუშინ აღმოჩნდა წიგნებში რომელიც არის გათვლილი რაღაც 12-11-დან 12 წლის ბავშვებზე აღმოჩნდა 18+ შინაარსის შემცველი ლიტერატურა. აი რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? დაბალ კლასებში სკოლებში ევროკავშირმა შეიტანა ლიტერატურა, რომელსაც ბავშვებს ატანენ როგორც კლასგარეში საკითხავს და მერე განხილვებს აწყობენ. პროექტია ესეთი. გუშინ ჩვენ ნახეთ რომ ამ ლიტერატურაში აღმოჩნდა 18+ შინაარსის ლიტერატურა, სადაც ანუ სქესობრივი კავშირის სცენებია და მსგავსი მომენტებია. აი რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ? რა ეს არის როგორ ფიქრობთ მიზანმიმართული ქმედება რაიმეს მიმართ თუ შემთხვევით შეიძლება მე ცოტა სოფელში ვარ ჩაგეძლო თელავში და არა მარტო თელავში სკოლებში არის ევროკავშირის მიერ შეტანილი ლიტერატურა რომელსაც კლასგარეში საკითხავთ აძლევენ და მე განიხილავენ ხოლმე ამ ლიტერატურაში როგორც ჩვენ გუშინ ნახეთ აღმოჩნდა 18+ შინაარსის ლიტერატურაც და თქვენი აზრი გვაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ანუ წიგნში არის რაღაც სექსუალურ კავშირზე საუბარი და ეს გათვლილი არის 11-12 წლის მოზარდებისთვის და არის სკოლაში, დირექტორის კაბინეტში. და ბავშვები კითხულობენ ამას. ეხლა ცოტა რთული კითხვაა და ყველა ადამიანს მაგაზე თავისი შეხედულება აქვს.
13-12 წლის ბავშვებმა თითქმის მაგ საკითხზე, რასაც თქვენ ყველაფერი იციან წიგნებიდან, ვიდეოფილმებიდან, კომპიუტერებიდან და თუ განათლების სამინისტროს ნებართვით არის, ერთი ძალიან უნდა გაფრთხილებული იყვნენ ასაკობრივი თავისებურებაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ისე არ ძალიან დიდი რამ დაშავდება თუ ასეთი ლიტერატურაც მაინც იცნობენ ბავშვები და მალულად მის ხედვას და ნახვას მოგონებია. ანუ სკოლებში შეიტანეს ევროკავშირმა და განათლების სამინისტრომ კლასგარეთ საკითხაო ლიტერატურა, რომელსაც ბავშვებს ატანენ სახლში და მე აწყობენ განხილვებს ამ თემაზე. როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ, შეტანილია წიგნები, სადაც არის ინტიმური სცენების შემცველი ინფორმაცია. აი მე არ ვიცი გენეტოლო მე მაგას ვერ ავხსნი იმიტომ რომ არ ვიცი არც გამიგია სკოლაში დავდივართ მე ბებია ვარ და არ გამიგია მასეთი ინფორმაცია თუ არის ესეთი ფაქტი მაშინ რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე ფაქტი თუ ამას მაგისთანა არასასურველია ბავშვებისთვის არასასურველი ყოვლა დაუშვებელი ბავშვი არსებობს აზრი რომ ჯობია ბავშვმა წიგნიდან ისწავლოსო, წაიკითხოსო, ვიდრეო თავისი მეგობრებისგან და იმისგან გაიგოს რაღაცეებიო წიგნიდან წაკითხული ჯობია რაც ამათ